ეს ბიჭი არის ადგილობრივი და უფასოდ იმუშავა თავის ტრაქტორი. ოღონდ შემსოფლოს გაუკეთესო, რას ნიშნავს? თავისი ადგილის პატრიოტი და თვითონ იმუშავა თავის ტექნიკა ყველაფერი და მთელი ეს პერიოდი რომ გაგოკეთებია. თავიდან რომ თვითონ დაგიკავშირა. აი ესეთ ენთუზიაზმებზე დგას ბევრი რაღაცა რაც კეთდება გარეთ. ახალი გზით იმ პირობებში თუ ის კარგად გაიწმინდება, არის მაქსიმუმ 2 საათი წელიწადის ნებისმიერ დროს. მეორე ეტაპი იყო ამ სკოლის გაკეთება აქ, იმიტომ რომ მომზადოთ ადგილობრივი კადრები, ეს ბავშვები რომელიც გაიზრდებიან ტურისტულ გიდებად, ცვლილებად და შემდეგ უკვე წელს ვაყენებთ ქარის მაჩვენებლებს და წელს დავიწყებთ მშენებლობას დიდი კურორტის სათხილამუროსი, აქედან 3 კილომეტრის მოგზაზე ძალიან მაგარი მთა არის სადღაც 3 კილომეტრამდე ტრასა სათხილამურო და წარმოგიდგენთ რა სილამაზეა, აქეთ იმ ქედის იქით არის ბაკურიანი, აქეთ არის აფხელა ულამაზესი ველი და თბილისთან არის ახლო. და ეს მოგცემს იმას, რომ უამრავი ადამიანი და უკვე ახლა ლაპარაკის კი დავიწყეთ დღეს ახლა ხდებოდი ადგილობრივებს, როგორც კი ვახსენებთ რომ ამას ვაკეთებთ, უკვე რამდენიმე სურვილია რომ სასტუმროები გააშენოს. კაფეები გააკეთოს. ესე იგი გარშემო ხალხი დაასაქმოს, თერი პროდუქცია იყიდოს. ასე რომ როცა განვითარება შედის სადაც რეგიონში, იქ ამას მოყვება უკვე ყველაფერი და მართლა ღვთისგან მივიწყებული ჯავახეთის ეს ულამაზეს კუთხე გახდება საქართველოს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მარგალიტი და სხვაებიც გაიცნობენ. აი სხვა თუ არაფერი, მარტო აი სახელმწიფო ენის ცოდნა, ხო? ქართული ცოდნა. ამ ყველაფერთან აქ მოვიდნენ ქართულის მასწავლებლები, ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები, საქართველოს ყველა კუთხიდან, რომელიც ასწავლიან ქართულს. ესე ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებას. და უკვე თბილისელები რო დაიწყეთ შაბათ-კვირას აქ ჩამოსვლა სრიალს, უკვე ეს ქართული ამათაც გამოადგებათ და უკვე ეს რეალურად ხელს უწყობს ძალიან დიდ ინტეგრაციას და ასევე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობლემების წინწაწევას.